შენ სათამაშოები გაქვს? ანა. მე ანაფერი ანა. 3 წლის აბა იმდენად მშიერია, რომ ცარიერიკოვზიც კი რაღაც საჭმელად ეჩვენება. მისი მშობლები უკიდურესი ღატაკეში ცხოვრობენ. არ ყოფნით ფული ყველაზე უბრალო პროდუქტებზეც კი, არც სათამაშოებზე. საბას ორი დიდი ოცნება აქვს. პირველი, ახალი საწოლი, რადგან ძველი უკვე ძალიან პატარაა მისთვის და მეორე, ველოსიპედი. პირველი ველოსიპედი მის ცხოვრებაში, რომელიც მაღაზიაში დაინახა და მაშინვე მოუნდა რომ გაეტარებინა. საბას მამას ხედაეცა და ახლა სიარული უჭირს. მამა მუშაობდა და ბავშვებისთვის საკვები და ტკბილეული მოჰქონდა, მაგრამ ახლა ტრავმის გამო ვეღარ შრომობს და ოჯახი ხშირად შიმშილობს. საბამ ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს მოუყვა, რომ ოცნებობს დიდ სათამაშო მანქანაზე, ისეთზე, სადაც თვითონ და მისი და დაეტევიან და ეზოში იკატავებენ. საბას კიდევ ძალიან სჭირდება ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ბაღში ხომ სახლის შუსტებით ვერ წავა. მეგობრებო, წარმოიდგინეთ თქვენი შვილის საბას ადგილას, რა სიზამთით. დარწმუნებულები ვართ, ყველაფერს იღონებდით, რომ დახმარებოდით. გთხოვთ, ნუ დატოვებთ ამ საბრალობით თავის აუხდენელ ოცნებებთან პირისპირ. ძი. დესიავეთი. ნოდი ფაფანებენო, ხონი ავედი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.